აირია, ამინდი. დევერეკოთ მკერავთან. მე სახლიდან მარტო არ გამოვდივარ. ჩემი დაფეხბილი ჯიჯიგო. სულ ნაგავთან ერთად მოძრაობ. ეხლა გული მაქვს დამძიმებული. ძალიან განვიცდი ხოლმე ადამიანის ამბებს, არ ვიცი, დებილი ვარ, დეგენერატი ვარ. უკლედ ჩემი მეგობრის ახლობელს, ახალგაზრდა გოგოს ამ ვირუსების ფონზე უბრალო სისუსტით გაუჩერდა ორივე ფილტვი. და ორჯერ გაუჩერდა გული. ხელოვნურ კომაში ყავთ. 10 წლის შვილი ყავს. რომელიც ტირის და დედა უნდა. ხო და ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს, გშურს ერთმანეთის, ვაგროვებთ რაღაცებს, ჭორაობთ, მიწაში ვფლავთ ერთმანეთს. და ამ დროს რა არის? ეს ცხოვრება ერთი წამ სურდოა რა უკამს და всё, გაჩერდა. გონება და კატკა და გაჩერდა ფილტვი. რომ არასდროს არ შემშურებია ადამიანის. არასდროს. ალბათ პირობებიც ისეთი მქონდა, ან ცოტა გონება შეზღუდული ვარ, ანუ არ შემშურებია. იჭორავია. არ ვარ მომგროვებელი. არც მიმიბაძია, იმიტომ რომ არ გამომადგება არავის მიბაძვა. ყველა ადამიანი ვართ ინდივიდი. ვიღაცისთვის ანუ სხვადასხვა რაღაცებია რა მნიშვნელოვანი. ჩემთვის მაგალითად მე ვიღაცამ რომ მომბაძოს არ გამოვა, იმიტომ რომ არ არის მე. და წვიმას რო აპირებს გამარჯობა. რა არის ეს? რა ლამაზია. წვიმას რო აპირებს. კიდე გადააპრიალებ, ხო? ეს ახლა იყიდე, ხო? ყავდა? მე ხო აქ არ ვცხოვრობ. მარტო სახეზე ვცნობ ხალხს, ბედნიერად. მეზობლებშიც ჩავჭოვე და ახლა ვტყიალა მანქანა დგას. არ შემშურებია ხოლმე და მიფიქრია, რომ აი ეს ადამიანი როგორ აკეთებს, როგორ აღწევს. არც მიმიბაძია. აი როგორ მიდის ამ კონდიციამდე, რომ დაუშვათ ფული აქვს, დაუშვათ წარმატებულია, დაუშვათ ძალიან განათლებულია. და შენ ადამიანს იმისთვის რომ ის შეხშურდეს, იმას ძალიან დიდი გზა აქვს მაგისთვის რომ გავლენ. ხა იგივე ჩემი ბრძალია, ჩემი მამიდაშვილის ცოლია. ნაცი ესპანეთში აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი და რომელიღაც ქვეყანაში მაგისტრატურა და 8 ენა იცის და ძალიან მაგარ ადგილას მუშაობს. მე რომ ისი შემშურდეს. ვიცი, ან თავი გაუტოლო. ქართულიც არ ვიცი, თქვენ რო გითხებთ კაცი, ერთი ენაც არ ვიცი. რაღაცა. აი მინდა იმ ადამიანის ნახვა და ნახეთ. ხანდახან რაც ვიდივარ. ანუ ვიღაცა მილიონერი რომ არის და ძალიან ბევრი ფული რომ აქვს და იმის რო შემშურდეს. მე რა მოხდება? მეც ვიშოვე ხვალ მილიონს. ხალხი მთელი ცხოვრება 24 შვიდზე. ან წესიერი გზით პატიოსანი გზით. ან არა პატიოსანი გზით შრომობს. აგროვებს. ერთი წუთითაც რომ მოდუნდე არ გაბედნიერდე. იგი მთავრდება. ასე. ეს ცხოვრება მოწყობილი. სამწუხაროდ.
ხო და რა ვიცი მე ხალ ვიშრომოთ ჩვენი დავითვალოთ შევირგოთ ძალიან ბევრი დავისვენოთ მეც ვეუბნები ჩემ თავს ბევრი მოგონება ბევრი გასეირნება ბევრი შვილებთან ურთიერთობა და ბევრი სიყვარული საღამომშვიდობის ახლა ლამაზია კატის საჭმელი დამოვიწყდა შია იმ საწყალზე დამოფეთი საკითხად გიშდები აი ამაზე ამას უყურეთ რა მალაზია ეხლა ხო ხმაური არ არის მე ვიხმაურებ ქუჩაში რაღაცნაირად მოთენთილი ვარ ბატონ ნიკოლოზოს არ წამდგავი სერინოც ხო და უარი მტკიცა თან წვიმაც დაიწყო მთელი დღე ვფიქრობ რა არის ეს ცხოვრება როგორი უსამართლოა მეძინა გამოვიძინა ჩემი მეგობარი მწერდა და ეგრე გავთი შენ გოგოზე დავიკითხე მერცე ჩემი ხანდა ხალ ფიქრობ ხოლმე რომ როგორ გიჟები ვართ ადამიანები და როგორ ერთი წამია როგორ არ ვაფრთხილ და ვითამყვალ და ვამახსოვრ. შენ და გასული. გალა უნდა მოიქრიფო. აბა. It's so good, ხედავ ისეთოლებს ვერ ხედავ. ის ფსისა თვალით. ეხლა აქ ვდგები დილემის წინაშე. აქ არის დიდი კიბე გაჩვენებთ. და არის აღმართი. ორეთ ეს არის აღმართი. ამ აღმართის ბოლოს ხედავთ კიბეებს. ან ჩვეულებრივ უნდა წავიდე. რთული გზა ვირჩიოთ. მიყვარს სირთულები და თანაც გვერდს ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, იმიტომ რომ ნიკოლოს ბაღში რო ვატარებდი ხოლმე. რა ქუჩაც გამოვიარეთ იმ ქუჩაზე და მყავდა ბაღში და ისე ჩამორუფოდით ხოლმე კიბეებით. პატარა თორა არ დარბდა, არც პატარა. და მანქანა არის ისე დალეწილი, ნახევარი აღარ არის. ციცაბო აღმართი. ერთ პერიოდი დიეტაში რო ვიყავი შიმშილში. აქ დავდიოდი ხოლმე სპეციალურად. გამხდარი ყავი. გავსწორდეთ, სწორე ვერ ვსუნთქა. არ იყო კარგი გადაწყვეტილება. ფერი დავკარგე. ძლივს ამოვხოხდი. ეს მზირა შევჭამე ცოტა და არ დაგენახეთ ჩემთვის ვჭამე. ცოტასაც რო შევჭამე. ისე მიმსუყავს გულს, ბევრი ნიგოზე მქონდა ნაჭამი და მეტყობა პერიდოზირება მაქვს. ზეგი სახში რო ხარ, რომ არაფერს აკეთებ, რამალე გადის დრო და საქმე რო გაქვს და რამეს აკეთებ, ვიწელება აღარ სრულდება. უყურმართად არის ყველაფერი მოწყო. ჩაუყურმართებულია. არ გამაყოლოს ვინმე. ძალიან დიდი ხნის წინ აქ მქონდა ხილბოსტნის მაღაზია. სახთან
დილით რიჟრაშს ვხვდებოდით მე და ჩემი ძმა ნავთლუხის ბაზარში. ვამარაგებდით. ღარიბი უბრალია და არ იმუშავა. 3-4 თვე წვალეთ და ესეთი ამბები. ტროტუარი არ არსებობს. და ძამის გამძულს დეთოშებს გამარტყობს გაბოროტებული ხარ. როგორც ჩემს აღმართებს. ისე მოდიოდა ვახ დამარტყა. ძალიან დაღლილია. ყველა ძალიან უნდა რომ ვაგინო. ნახეთ რომ ხელა კორპუსი წამოჭიმეს. არც ერთი მანქანა არ იყო აქ. არც ერთი. ეს მომწონს. მიყვარს ეს შუმალადა. ნაძვი. ეს მაჩუქეს დააყენეს და აღარ გაყავთ. ჩემი დასაწმენდი ფანჯრები. შევედი სახში. ბედნიერი შაბათი საღამო. მაქსიმალურად შევეცადე რომ თქვენთან უბედობაში გამეტარებინა ჩემი თავისუფალი დრო. მოდი ფისოს ვაჭამთ. მოდი გოგო, მოდი. ჩემო ფისომ დაყარა კუნტები. სადღაც კიბის ქვეშ. მალავს. ეს ჩემ ძენძერია. ფისოები მოხვედით? თაცო ტყავს ხოლმე ეს. ვინც იმშობიერა ის. ანუ მარტო კომს არ ვყიდულობ ხოლმე რა. ამ ხელაჯერლებსაც ვყიდულობ რომ გემრიელად შეჭამონ. რა ვქნა, როცა პასუხისმგებლობას აიღებ, უნდა გაანებივრო. მოდი, შენ ამშობიერებელო ხალო შენ მოდი. ეს არის სერმაკატა მიმშობიარე. სავარაუდოდ მამა ეს არის. ან სტერილიზაციას გავუკეთებ. დავეთი ბედნიერი საღამო თქვენ კატაბიც დამიყურებია. წამოწვევ ხა და დავისვენებ.